და საინფორმაციო გამოშვების უცვლელი რუბრიკა ბათუმელი. ნინო სულუხიას ინტერვიუ ნუნუ მალაკმაძესთან. ხალბატონო ნუნუ, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა? ბათუმელობა ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს თითქმის. მე დავიბადე, გავიზარდე ბათუმში. აქ ვცხოვრობ დიდი ხანია, ამიტომ ბათუმელობა არის ჩემთვის არა მარტო ქალაქი არა, ეს ყველაფერია თითქმის. ბათუმელობა ჩემთვის საპასუხისმგებლოა იმდენად, რამდენადაც მინდა ბათუმი იყოს ლამაზი, კეთილმოწყობილი, მისი ყველა კუნჭული არ დანაგვიანდეს ქალაქი, ყველა უფრთხილდებოდეს როგორც საკუთარ ოჯახს და საკუთარ სახლს. ბათუმელობა ძალიან საპასუხისმგებლოც არის ამასთან ერთად, რომ ხარ ბათუმელი, გიყვარს შენი ქალაქი, მაინც უნდა ზრუნავდე მის კეთილმოწყობისთვის, მისი სილამაზისათვის და გამოყოფდი როგორ არა, ბევრი კარგი ადამიანი დადეს ბათუმში, პოეტები, მწერლები, მსახიობები, რომელთაც თვალყურს მივადევნებთ ხოლმე და მიხარია, რომ ესეთ საპატივცემლო ადამიანი ქუჩაში დადის. რა თქმა უნდა, ჩამოსულებიც არიან ესეთი ტურისტებია, სულ ვადევნებთ ხოლმე თვალყურს. ჩვენ მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ტურისტებს. შეიძლება ქართველ ადამიანს არ აკლია სტუმრისადმი პატივისცემა, მაგრამ იმ პერიოდში უფრო გაორკეცებული ენერგიით ვართ. გვინდა რომ ვასიამოვნოთ, დავუპატიჟოთ სადმე, ან ყურადღება უფრო მეტი მივაქციოთ. მე პირადად ასე მიმაჩნია, რომ ჩამოდიან უცხოელი სტუმრები რუსეთიდან, უფრო მეტი ხშირად სომხეთიდან ჩამოდიან და იმათ უყვართ ქართველი ხალხი და სულ ამბობენ, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ბრძანდება ქართველი ერი და ძალიან ისეთი კარგი მიტმიდიან, შთაბეჭდილებებით უკან ბრუნდებიან. მაინც მგონია, რომ ბათუმელები უფრო თბილი ხალხი არიან. სასიამოვნოა მათთან შეხვედრა, საუბარი, რატომღაც მეტად არიან კონტაქტში ურთიერთთან და მაინც ამით გამოვყოფდი. რას შეცვლიდით ბათუმში? ბათუმში ძირითადად ბოლო დროს ძალიან გალამაზდა, პარკები გაშენდა, დაიგო გზები გალამაზდა, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ ცათამბჯენების ნაცვლად ყოფილიყო დაბალი სართულიანი სახლები, რომელიც ძალიან ალამაზებდა და ამშვენებდა ბათუმს. რატომ არის გაუმართლებელი თქვენი ასეთ მაღალსართულიანი შენობა? თითქმის აი, როდესაც ქუჩაში მოძრაობ დავდივართ, თითქმის ჩრდილებია თითქოს, ჰაერის სივრცე არ არის. ასე მგონია, რომ ჰაერი არ მოძრაობს ქალაქში. და ამიტომაც სხვა დადებითი მნიშვნელობაც აქვს, ძალიან ლამაზი შენობები გაკეთდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მეტი ჰაერი უნდა იყოს ბათუმში. თითქმის ზღვის ჰაერი არ შემოდის. აი, ამიტომ მხოლოდ აი ბათუმელების დამოუკიდებლობა ნამდვილად არ მომწონს. ბავშვები ძალიან ხშირად ხის ფოთლებს, ბუჩქებს ტეხან, ყვავილებს კრეფენ, ან ანაგვიანებენ ქალაქს. და ვისურვებდი, რომ ისეთი ახალგაზრდობა გაზრდილიყოს, ისეთი მომავალი ყოლოდეს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებული იყოს. დამოუკიდებულია, რა თქმა უნდა, მშობლებზე. უნდა ბავშვები გაიზარდონ ურთიერთსიყვარულით ბათუმისადმი, ბუნებისადმი სიყვარული უნდა გქონდეთ. ქუჩები ვიწროა და ძალიან შეზღუდულია მანქანების მოძრაობა, სამაგირო ტროტუარები არის ძალიან დიდი და უფრო ფართო, რაც ფეხით მოსიარულეებისათვის გამართლებულია და მომწონს. ძალიან მინდა, რომ კარგი სპექტაკლი იყოს ბათუმში. აი, ჩამოდიოდა მესხიშვილის, ქუთაისის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის სახელობის. ისე აი სპექტაკლების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ კიდე. ისე ძალიან მიყვარს თეატრი. კინოები ახლა შეცვალა ტელევიზიამ და ის იმდენად ის არ არის, მაგრამ ცირკი არ არის ბათუმში, არ ჩამოდის ცირკი. ფილარმონიაში კიდე მასიური კონცერტები არ ტარდება, უწინ უფრო ტარდებოდა ხშირად. და ბოლოს, ხალბატონო ნუნუ, რას უსურვებთ ბათუმს და ბათუმელებს? ბათუმელებს რას უსურვებდი? რომ ყოფილიყო სიმშვიდე, სიყვარული, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ღიმილიანი ადამიანი დადიოდეს ქალაქში. სამუშაო ადგილები მეტი რომ იყოს, დასაქმებული ახალგაზრდები ძალიან ბევრი არიან, რომელიც დაუსაქმებელი დადიან. და ურთიერთსიყვარულს, ჯანმრთელობას რა უნდა უსურვო მეტი.